იცით თუ არა, რომ ბუნებაში უკვე არსებობს არსება, რომელიც საერთოდ არ ბერდება? კაცობრიობა ათასობით წლის განმავლობაში ეძებდა უკვდავების საიდუმლოს, მაგრამ მეცნიერები ფიქრობენ, რომ პასუხი შესაძლოა პატარა, თითქმის შეუმჩნევლ ორგანიზმში იმალებოდეს. ეს არსება ჰიდრაა, მტკნარ წყალში მცხოვრები პატარა ორგანიზმი, რომელიც ბიოლოგიურად თითქმის უკვდავად ითვლება. ჰიდრა არ ბერდება. მისი სხეული დროთა განმავლობაში არ სუსტდება, არ ფუჭდება და ასაკის მატებასთან ერთად სიკვდილის რისკიც არ იმატებს. ყველაზე საოცარი კი მისი რეგენერაციის უნარია. თუ ჰიდრას შუაზე გაჭრით, ის ორ სრულფასოვან ახალ ორგანიზმად გადაიქცევა. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მისი სხეული მუდმივად ახლდება. ჰიდრას უჯრედები განუწყვეტლივ იყოფა და ახალგაზრდად რჩება. ფაქტობრივად ყოველ რამდენიმე კვირაში ის სრულიად ახალ სხეულს იღებს. მაგრამ მთავარი საიდუმლო ერთ გენში იმალება. ამ გენს FOXO ჰქვია. როდესაც მეცნიერებმა ლაბორატორიაში ეს გენი ჰიდრაში გამორთეს, მან პირველად დაიწყო დაბერება და რეგენერაციის უნარიც დაკარგა. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ FOXO გენი ადამიანშიც არსებობს. დღეს მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ, შესაძლებელია თუ არა ამ გენების გააქტიურებით ადამიანის უჯრედების გაახალგაზრდავება და დაბერების შენელება. ჰიდრას კვლევა შეიძლება დაეხმაროს მეცნიერებას დაზიანებული ორგანოების აღდგენაში, კიბოს მკურნალობაში და სიცოცხლის გახანგრძლივებაშიც კი. ამ მიმართულებით უკვე მილიარდობით დოლარი იდება. გენური ინჟინერია და ხელოვნური ინტელექტი მეცნიერებს საშუალებას აძლევს ჰიდრას გენომი დეტალურად შეისწავლონ და მისი უკვდავების კოდი გაშიფრო. შესაძლოა მომავალში დაბერება ბუნებრივ პროცესად აღარ ჩაითვალოს. და ადამიანებმა ის უბრალოდ ტექნიკურ პრობლემად აღიქვან, რომლის გამოსწორებაც შესაძლებელი იქნება. ვრცლად წაიკითხეთ საიტზე ცნობისთვის.com.